მოგესალმებით. ნახეთ, როგორი საინტერესო ავტომობილი აღმოვაჩინეთ. და რა თქმა უნდა, წამოვიყვანეთ გადასაღებად. სანამ გეტყვით რა მანქანაა და რა შეუძლია, მოდი ჯერ შევხედოთ, შევათვალიეროთ. როგორ ჯიპურად გამოიყურება ესე ბრუტალურად, ოფროუდერულად, როგორც საშუალო სტატისტიკურ ქართველ მძღოლებს ძალიან უყვართ. მინდა გითხრათ, რომ აქვს ძალიან მდიდარი კომპლექტაცია. არის 4x4-ზე, აქვს ოფროუდ გარკვეული რეჟიმები. რაც შეეხება კომპლექტაციას, აქვს მაგალითად სავარძლების გათბობა გაგრილება კი არა მარტო, არამედ მასაჟებიც კი. არის სრულამძრავიანი და არის plug-in ჰიბრიდი, ანუ დამუხტვადი ჰიბრიდი. და ყველაზე მეტად საინტერესოდ, რატომაც მომეჩვენა ეს ავტომობილი, არის ის, რომ ღირს აი ამ ყველაფრის გათვალისწინებით $35,000. კი, ეს მანქანა არის ჩინური და ბარემ გეტყვით, რომ წარმოადგენს ჩანგანის ბრენდს. ჩვენ ეს მანქანა აღმოვაჩინეთ SR ავტოში, რომელიც არის ჩანგანის ოფიციალური და ექსკლუზიური წარმომადგენელი საქართველოში და ეს არის ჩანგანის ქვებრენდი, დიპალი. ჩანგანი ზოგადად ძალიან დიდი კონცერნია, დიდი ხანია არსებობს, ეს არ არის გუშინ წინ შექმნილი ბრენდი, აქვს ძალიან ბევრი ქვებრენდი და ერთ-ერთი არის დიპალი. მოკლედ, ეს გახლავთ დიპალ G318. და ჩვენი მისიაა ძალიან კარგად გაგაცნოთ, იმიტომ რომ მართლა ძალიან საინტერესო მანქანად მოგვეჩვენა. ესე როცა ვნახეთ. მოკლედ, მოდით ახლა კარგად მიმოვიხილოთ ეს მანქანა და კარგად გავიცნოთ. მეც თქვენთან ერთად უნდა გავიცნო, იმიტომ რომ ჩემთვისაც სრულიად ახალია. წავედით. მოდით ახლა ერთი გარშემო შემოვუაროთ ამ მანქანას და დავათვალიეროთ რაღაც დეტალები მინდა გაჩვენოთ. პირველი, როგორ უყენია სათდარიგო საბურავი, სრულფასოვანი, ნამდვილი საბურავი, იქ სადაც თავმომწონე ყველგანმავლებს უყენიათ ხოლმე. ეს კარბონი არ არის, მაგრამ ძალიან გავს კარბონს და ვიზუალურად ძალიან უხდება, აი აქაც იგივე აბსოლუტურად და აი ეს მისაბმელის კაუჭი, რომელიც არის რკინა, ფოლადი და არის ნამდვილი, ნაღდი, ანუ შეუძლია კარგი მისაბმელიც ძიმე მისაბმელიც წაიღოს. ხო, ერთ რამეს დავაკვირდი. ამ ავტომობილს თავისი სახელწოდება ესე მკაფიოდ და გამომწვევად არ აწერია. აწერია რა თქმა უნდა, ოღონდ არა გამომწვევად. და ეს მე ძალიან მომეწონა, იმიტომ რომ ხა პრინციპში რა აზრი აქვს დააწერო ბევრისთვის უცნობი ბრენდის სახელი, ისე მკაფიოდ რომ არ იცის მაინც ხალხმა. აი აქ აწერია დიპალი. აი აქაც აწერია დიპალი. და აი აქ აქვს თავისი ლოგო. აი ეს უკვე საკმაოდ მკაფიოდ აქვს და მე ლოგო მომწონს, რაღაცა ვარსკვლავების ომის რომელიღაც ნიღაბს მაგონებს. სამაგიეროდ სანომრე ნიშანი მიგახვედრებთ, რა ბრენდია. ესეც SR ავტოში დაუყენეს, იმიტომ რომ ადამიანები რომ დაინახავენ რა მანქანაო, აი მიხვდნენ რა მანქანაც არის და სხვა შორის მინდა გითხრათ, რომ ძალიან იქცევს ყურადღებას. სადაც მივედით, 2 დღეა დავდივართ, ყველა აქცევს ყურადღებას და ყველა კითხულობს რა მანქანაო. მაინც. და უშუალოდ მოდელის სახელწოდება G318 აწერია აი აქ. რას ნიშნავს G318? ეს არ არის არც ცხენიზალები, არც მაბრუნი მომენტი და მით უმეტეს არც ძრავის მოცულობა. G318 არის ჩინეთის ყველაზე დიდი ავტობანი, ყველაზე დიდი ტრასა, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს შანხაის და ტიბეტს. და სწორედ მისი სახელწოდებაა აი აქ G318-ის სახით მოცემული. მოდი საბარგული გავაღოთ. ძალიან დიდი საბარგული აქვს, მართლაც ძალიან დიდი. აქ ხო აი ტიბეტის მთები, აქაც. ყველაფერი არის პლასტმასი და მოდი ახლა პირდაპირ ვთქვათ, რომ ამ ფასში $35,000 მანქანაში საბარგულის მასალები ვერ იქნება მდიდრული და მოდი ამას ნუ მოვთხოვთ ჩინელებს, ეს ჩინელებსაც არ შეუძლიათ. თვითონ საბარგული არის ძალიან დიდი, ტევადი, პრაქტიკული, თავისი სათავსოებით, საკიდებით, დამატებითი საკმაოდ დიდი სათავსოებით და 220 ვოლტიანი აი ესეთი როზეტით, რომლის მაქსიმალური ვატაჟი არის 3300 ვატიანი 220 ვოლტიანი როზეტიც არის აქ. კარგი საბარგულია. ეხლა გადავინახოთ გვერდზე. პირველი რაც თვალში მხვდება არის დისკები და დისკების საკმაოდ უჩვეულო ვიზუალი, დიზაინი. არ არის ეს ისეთი დიზაინი, რომელიც სხვაში აგერევათ. კარის სახელურები თანამედროვე და აი აქ მინდა დავაკვირდეთ ხარისხს. ამ ფასის კატეგორიაში ესეთი ხარისხი არის იშვიათი. და უკვე გიკვირს და როგორც კი შეხედავ ასევე სავარძლებსაც, მაშინვე გიკვირს ამ მანქანის ფასი. აი აქ არის USB-C დამტენი, იქითაც, აქეთაც
და ეს არის რეალურად ის მომენტი, როცა უკვე იწყებ გაკვირვებას სერიოზულად ამ მანქანის ფასთან დაკავშირებით. რახან უკანაკარი გავაღეთ, ბარემ წინასაც გავაღებ და აი ამ ფეხის ჩამოსადებს გაჩვენებთ. საკმაოდ მყარია და რკინის არის. სანამ წინა მხარეს გადავალთ, მინდა რაღაც დეტალები კიდევ გაჩვენოთ. მაგალითად, აი ეს დეტალი, ამაზე შეიძლება GoPro-ს დამაგრება. მეორე მხარესაც აქვს იგივე, შეიძლება დაამაგროთ დამატებითი განათებები, მაგრამ დამატებითი განათებები ამ მანქანას მე მგონი აღარ ჭირდება, იმიტომ რომ ზემოთაც აქვს აი ეს 4 ნათება. 4-ვე შეგიძლიათ აანთოთ ცალ-ცალკე, ან ყველა ერთად, ან 2 მაგალითად. ეს კარგია, არ ვიცი, კემპინგისთვის, პიკნიკისთვის განათება, რა თქმა უნდა, ოფროუდისთვის და რა თქმა უნდა, ცუდი განათების პირობებში დამატებით მაგრად ანათებს და რაც ასევე მნიშვნელოვანია, სახურავზე შეიძლება რაღაცების დამაგრება, მაგალითად, კარავი შეიძლება დაადგეს და კიბე დაუმაგრდეს გვერდით. მოდი ახლა წინიდან კარგად შევხედოთ. დააკვირდით, როგორი უჩვეულო და ესეთი განსხვავებული დიზაინი აქვს მართლაც და მკაფიო და თვალში მოსახვედრი. აი ესეთი საბუქსირეები, ასევე ფოლადი, მაგარი, გამძლე. კლირენსი მინიმალური არის 21 სანტიმეტრი, მაქსიმალური 24 სანტიმეტრი. ეს საკმაოდ ისეთი კლირენსია. კარგ შესაძლებლობებს გვთავაზობს. რაც შეეხება მთავარს, ეს არის plug-in ჰიბრიდი, დამუხტვადი ჰიბრიდი, ოღონდ ცოტა განსხვავებული სისტემით და რეალურად ახალი სიტყვა ეს. ახლავე აგეხსნით რა ხდება. მოკლედ, მანქანას აქვს 1 და 5 ტურბო ძრავა, შიგაწვის ძრავა და ავტომობილს აქვს 2 ელექტრომოტორი. ერთი წინა ღერძზე, მეორე უკანა ღერძზე. და აქვს 35 კილოვატ-საათიანი ელემენტი. რეალურად ეს მანქანა არის ელექტრომობილი. რეალურად, იმიტომ რომ დადის პირველ რიგში ელექტროსვლით და შეუძლია 175 კილომეტრამდე მანძილის დაფარვა ერთი დამუხტვით. ელექტროსვლით. აი დანარჩენზე უკვე იზრუნებს შიგაწვის ძრავა. ოღონდ იცით როგორ იზრუნებს? თვითონ კი არ ამოძრავებს მანქანას, მუხტავს ელემენტს. ანუ ეს არის ფაქტობრივად range extender-ი და ჯამში ერთი სავსე ავზით და ერთი დამუხტული ელემენტით 1000-ზე მეტი კილომეტრის გავლა შეუძლია. 1100 უწერია ოფიციალურად და მე რასაც დავაკვირდი, ეს მანქანა ამ მანძილს გაივლის. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის დამუხტვადი ჰიბრიდი, მაგრამ პირველ რიგში ელექტრომობილი. დანარჩენზე ზრუნავს ელემენტის დამუხტვაზე უკვე შიგაწვის ძრავა, რომელიც საკმაოდ კარგად მუხტავს და ამას მე კიდევ გაჩვენებთ, როცა უკვე საჭესთან ვიქნები და როცა ვივიდით. კარგი, დავიწყოთ მოდის სალონის მიმოხილვა. პირველი, აი ეს ბერკეტები, აი ეს, რომელსაც ხელს მოკიდებ ჩაჯდომის დროს და როგორც ეს კარგ ყველგან მავლებში ხოლმე სხვადასხვანაირად გადაწყვეტილი, აქ აი ესე აქვს და კარგია ძალიან, რომ ეს ადგილი ცარიელი არ დატოვეს და ეს ხელით შესაჭიდებელი გაგვიკეთეს. ზოგადად სალონში ისეთი მასალებია გამოყენებული, რომ ვერავინ ვერ იტყვის, რომ ეს არის იაფასიანი მასალა. მაგალითად, აი ამ ეკრანის გვერდით აი ეს მასალა არც წყავია და არც ალკანტარა, მაგრამ რაღაცა კარგი მასალაა. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი რა მასალაა, მაგრამ კარგია. ხელით რო ეხები, მოგწონს. და აი აქაც იგივე მასალა არის გამოყენებული, აი აქაც და ზოგადად რასაც არ უნდა შეეხოთ ხელით, ვერაფერზე ვერ იტყვით, რომ აქ რაღაცა არ მოგწონთ. ეს შეიძლება არ არის მდიდრული კლასი, მაგრამ არის კარგად გადაწყვეტილი, სადად და ნამდვილად არ არის უხარისხო მასალა. ნამდვილად. აი ეს ეკრანი. ნახეთ როგორ ორგანულად, როგორ ბუნებრივად ზის არანაირი ზედმეტობის შეგრძნება, ვიცი მე ხა ეკრანები თქვენს გინახავთ, ძალიან ისეთ ჩასმული ან ჩამდგარი ან დამდგარი ისე, რომ თითქოს ზედმეტია და თითქოს აქ ეკრანი კი არა სხვა რამე უნდა ყოფილიყო. კარგადაა ნამდვილად ჩასმული, გრაფიკა მშვენიერი, ეკრანზე კიდე ცალკე ვიტყვი. აქაც რა თქმა უნდა ციფრული ეკრანი გვაქვს და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ღილაკები.
აი ეს ღილაკები. კლიმატ კონტროლის მთლიანი მართვა ხდება აქედან და ეს არ არის ძალიან იაფასიანი პლასტმასი, არაფერი არ ყანყალებს, არაფერი ხმებს არ გამოსცემს. ქვემოთ არის უკვე საჰაეროები და ზოგადადაც მე ძალიან მიხარია რომ ეს ღილაკები აქ არის. ძალიან ბევრ ჩინურ მანქანაში მინახავს, როცა ღილაკებზე უარს ამბობენ და ზოგადად ბევრ მანქანაზე ამბობენ ღილაკებზე უარს და ეს ცუდია. ყველა ღილაკი მოგეხსენებათ არის თავისი ფუნქციით, დამატებითი ხარჯი და დამატებითი ფული ღირს, ამიტომ არ დაზოგეს ნამდვილად კარგია ეს და ჩაგვისვეს აი აქ ღილაკები. ეს არის ასიამოვნო. ხო, აი ეს ბერკეტი, აი ამ ხელა ბერკეტია გადაცემების გადართვის, ანუ დრაივის, უკუსლის და ნეიტრალის და აი ესე მოძრაობს. აქაც არავითარი იაფასიანობის შეგრძნება არ გვეუფლება. მყარია, კარგია. აქედან ვთვალთ პარკინგს. ოფროუდ შესაძლებლობებზე მე კიდე ცალკე გეტყვით აუცილებლად როცა დავიზრები, მაგრამ აქვე აღვნიშნოთ რომ ეს მანქანა არ არის ზოგადად მძიმე ოფროუდისთვის, მაგრამ აქვს რაღაცეები, მაგალითად რეჟიმები, სulis რეჟიმები, რომელსაც აი აქედან ვაკონტროლებთ. ეს არის წყალში ჩასვლის რეჟიმი, ხედავთ შეიცვალა და გვიწერს რომ ესე იგი მაქსიმუმ 60 სანტიმეტრზე შეგვიძლია ჩავიდეთ წყალში. რაც საკმაოდ კარგი მონაცემია, 24-იანი კლერენსი აქვს, როგორც უკვე გითხარით და 60 სანტიმეტრი წყალში ჩასვლა მოსულა. კარგი, შევცვალოთ რეჟიმი. Yes. ქვიშა, ტალახი, თოვლი, სტანდარტული და შესაბამისად აქ არის კიდევ ერთი კლდოვანი რეჟიმი, კლდოვან გზაზე სიარულის რეჟიმი. დავაბრუნოთ ისევ სტანდარტზე და მაგაზე მე კიდე ცალკე ვისაუბრებ. რახან ოფროუდ შესაძლებლობებზე დავიწყე საუბარი, აქვე ვთქვათ, რომ ძიმე ოფროუდისთვის არ არის, მაგრამ აი ეს რეჟიმები, რაც ხა ჩამოგითვალით, არის ძალიან კარგი. მაგ ყველაფერს არეგულირებს ელექტროობა, ელექტრონიკა, ელექტრონულად რეგულირდება მაგ რეჟიმებში როგორ და რანაირად იმოძრაოს და აქვს უკანა ბლოკირება. ეს უკვე კარგია. ნუ სამაგიეროდ არ აქვს დამადაბლებელი გადაცემა, გნებავთ მამცირებელი გადაცემა. ეს ნიშნავს იმას, რომ ეს მანქანა არ არის მძიმე ოფროუდისთვის. მძიმე ოფროუდზე სიარული რომც კონდეს დამადაბლებელი გადაცემა არ იქნებოდა რეკომენდებული, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ კლირენსი ნორმალური აქვს, ქვემოთ აქვს ამას ელემენტი და შესაბამისად ამით რაღაც ოფროუდ რეჟიმში გამოსვლა არ იქნებოდა მართებული. შესაბამისად არ მიკვირს, რომ არ აქვს იგივე მამცირებელი გადაცემა. ნუ უკანა ბლოკირება აქვს, ოფროუდ რეჟიმები აქვს, 4-4-ია. პრინციპში საკმარისია იმისთვის, რომ ნებისმიერ ადგილზე მიხვიდეთ, გნებავთ თოვლში, გნებავთ ტალახში და ასე შემდეგ საქართველოში, სადაც არ უნდა წახვიდეთ, მიხვალთ. უბრალოდ ოფროუდ შეჯიბრისთვის ეს მანქანა არ არის. ანუ ძიმე ოფროუდი არა. დანარჩენი ყველაფერი მოსულა. ახლა მე მოვიხილოთ აი ეს ეკრანი, რომელიც საკმაოდ დიდია და როგორც გითხარით, კარგად, ესე ორგანულად არის ჩამჯდარი და არაფერი ზედმეტი შეგრძნებას არ ტოვებს. მინდა გითხრათ, რომ ინგლისურად არის უკვე გადაყვანილია, ანუ პროგრამულად არის შეცვლილი და ინგლისურ ენაზე აქვს ყველაფერი დისპლეიზე. არის საკმაოდ კარგი გრაფიკა, როგორც ხედავთ. საკმაოდ სწრაფი ეკრანიც არის, ეს არ არის რაღაცა ჰიპერ გასაგიჟებელი სისწრაფე, მაგრამ საკმაოდ ესეთი ნორმალური, სწრაფი, აი ყველაფერს გავაკეთებ ახლა, თქვენს მიხვდებით, რამდენად სწრაფია აქაურობა. აი. ძალიან ნორმალურად ყველაფერი. ნუ ბარემ აქვე ვართ და მოდი ავხსნათ ახლა საერთოდ როგორ მუშაობს და რა რეჟიმები აქვს. აი აქ ხედავთ ჩვენ 3 რეჟიმს დრაივში, როგორც გადავალთ, არის 3 რეჟიმი. პირველი არის ურბანული, მეორე high speed, მესამე mountain, ანუ მთა. ანუ ურბანული ქალაქი, high speed, როცა ქალაქგარეთ დავდივართ, ავტობანი, ტრასა და mountain, ანუ მთაში სიარული. რა განსხვავება ამ რეჟიმებს შორის? ხო, აქვე ვთქვათ, რომ არის კიდე ეკო, ნორმალი, სპორტი და ნუ custom, ეს უკვე ჩვენთო რომ მოვარგოთ. მარტივად რომ ვთქვათ, ქალაქში ძირითადად ელექტრო სვლით დადის და თუ ეკო რეჟიმსაც ჩაურთავთ, აქვს უკვე რეკუპერაცია და ძალიან აქტიურ რეჟიმში მოხდება ელემენტი. ნორმალში, ანუ ჩვეულებრივ რეჟიმში ნაკლები რეკუპერაცია და მეტად მოხტავს შიგაწვის ზრავა ელემენტს. სპორტში უკვე მთლიანად ელემენტის მაქსიმალურ რესურსი მიდის იმაზე, რომ სწრაფად ვიაროთ და სპორტულად ვიაროთ, რამდენადაც ამ მანქანას შეუძლია სპორტულად სიარული, იმიტომ რომ გარედანაც შეატყობდით, რომ ეს არ არის სპორტული SUV, ეს უფრო ყველგან მავლური SUV-ია თავისი აეროდინამიკით, ანუ აეროდინამიკა ფაქტობრივად არა აქვს, იმიტომ რომ ნუ კვადრატული ფორმა აქვს და აეროდინამიკაზე საუბარი აქვს აბსოლუტურად ზედმეტია. შესაბამისად სპორტის რეჟიმში მხოლოდ სიმძლავრე, მხოლოდ კარგი გაწევა და რა თქმა უნდა
მოხვევაც. მაგრამ ამაზე მე ვისაუბრებ, როცა დაუძრავ. აქ რა მინდოდა მეთქვა, ხო, ქალაქის რეჟიმი, high speed. ეს უკვე არის ქალაქ-გარე რეჟიმი, ანუ ტრასაზე რო დავდივართ და ავტობანზე და ადაპტირდება ელექტროენერგიის მოხმარება და შიგაწვის ძრავის დამუხტვის რეჟიმი უკვე ავტობანის რეჟიმთან და ბოლოს არის მთა. და აქ რა ხდება? აქ ამოდის ესეთი მაჩვენებელი, ჩვენ შეგვიძლია დავაყენოთ, როცა მთის რეჟიმზე გადავრთავთ, რომ მაგალითად, აი, ჩამოვწიოთ 30-დან 80%-მდე დიაპაზონი და მაგალითად დავაყენოთ, რომ 60%-ზე დაბლა თუ ჩამოვა, აქტიურად დაიწყოს შიგაწვის ძრავამ უკვე დამუხტვა. შეგვიძლია დავაყენოთ უფრო მაღლა და თქვა 70%-ზე რო ჩამოვა ელემენტი, მაშინ ან დაბლა ჩამოვწიოთ და 37%-ზე რო იქნება სიტყვაზე, ან 30-მდე აქ შეიძლება 30-მდეც კი ჩამოიწიოს. ეს რისთვის არის? ეს არის იმისთვის, რომ ჩვენ აქტიურად ვიწყებთ უკვე მუხტვას. ჩვენ აღარ გვაქვს ამ შემთხვევაში იმის სურვილი, რომ სრულად ელექტროსვლით იაროს და მალე დაიწყოს დამუხტვა შიგაწვის ძრავამ ელემენტისა. რა საჭიროა ეს ყველაფერი? აი მაგალითად რო აგიხსნათ, არის ძალიან მარტივად საქმე. ავტომობილი წვავს ძალიან ცოტას და ჩვენ შეგვიძლია კიდევ უფრო ცოტა დავაწვევინოთ, თუ აი ამ mountain რეჟიმში არ ვიქნებით, ანუ მთის რეჟიმში თუ არ ვიქნებით. რაც არ უნდა დააყენოთ მთის რეჟიმზე და მუდმივად მუხტავდეს შიგაწვის ძრავა ელემენტს, რეალურად 7-ზე მეც ეს მანქანა არ დაწვავს. და თუ ჩვენ მთის რეჟიმს არ გამოვიყენებთ და ვივლით ისე როგორც ანუ სტანდარტული რეჟიმია, გადავალ ისევ დრაივზე, ან high speed-ზე, ან მით უმეტეს ქალაქის რეჟიმში და თუ მით უმეტეს ეკოსაც ჩაურთავთ, სიმძლავრე ფაქტობრივად არ აკლდება და საწვავის ხარჯი შეიძლება ჩამოვიყვანოთ, არ ვიცი, 2 ლიტრზე, 3 ლიტრზე. ან საერთოდ 0 იყოს, იმიტომ რომ თუ სახლის სამსახურის რეჟიმში მოძრაობთ, მინიმუმ 120 კილომეტრის გავლა შეუძლია ელექტროსვლით და საერთოდ 0 იქნება საწვავის ხარჯი. 0, ოფიციალურად 0. კარგი, რა მაკლია? მაკლია მაგალითად საჭის ელექტრორეგულირება. ამ მანქანას აქვს სავარძლების გათბობა, გაგრილება და მასაჟები და საჭე უნდა დაარეგულირო მექანიკურად. აი ასე, აი ამ დიაპაზონებში. ზემოთ ქვემოთ და შიგნით გარეთ. და მიკვირს რა, ეხა მასაჟები როცა აქვს მანქანას, ელექტრორეგულირება რო არა აქვს საჭის, მართლა გამიკვირდა. ნუ მეორე მხრივ ეხა რამდენ ხანში ერთხელ ვაკეთებთ ამას, ალბათ ძალიან იშვიათად, მაგრამ მაინც გამიკვირდა, რომ არ ქონდა საჭის ელექტრორეგულირება. ასევე მაკლია head-up display, ანუ საქარე მინაზე პროექცირების სისტემა. ამ მანქანას იმდენი რამე აქვს, რომ გამიკვირდა, რომ head-up display არ აქვს. არ ვიცი, ალბათ ამაშიც დაზოგეს. ხო, მინა არის ორმაგი. ცოტა გაგვიტალახიან და ეხლა ჩვენ ტალახებშიც ვიარეთ. ორმაგი მინაა და ეს კარგია ხმის იზოლაციისთვის, ზოგადად ხმის იზოლაციაზე ნამუშევარი არის სერიოზულად, იგივე საბურავების თაღებში არის გაკეთებული იზოლაციისთვის სპეციალური დამატებითი დამცავი და თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მანქანას კვადრატული ფორმა აქვს და აეროდინამიკა ნაკლებია და ქარის ხმა მაღალ სისწრაფეზე შემოვა, სხვა მხრივ გარედან შემაწუხებელი ხმები არ შემოდის, იმიტომ რომ მართლა კარგად უმუშავიათ და კარგი ხმის იზოლაცია გაკეთებული. კარგი, დროა დავიძრათ და უკვე მოძრაობაში ვისაუბროთ კიდე რაღაცეებზე. როგორ დადის დიპალ G318? ჩანგან დიპალი ან დიპალი, უფრო დიპალი. როგორ დადის დიპალი? ამ მანქანაზე შეგიძლიათ პნევმატიკური დაკიდების ოფციის აღებაც, ეხლა ამ კონკრეტულ ვერსიას პნევმატიკური დაკიდება არ აქვს, მაგრამ მე მგონია, რომ დიდად აუცილებელი არ არის ხარჯის გაწევა და ცხადია გააძვირებს რაღაც დონეზე პნევმოდაკიდების აღება, იმიტომ რომ საკმარისად რბილია ისედაც და საკმარისად სასიამოვნო სამართავია, მინდა გითხრათ. ხო, ნუ სპორტული სვლა აქ არც მოეთხოვება ამ ავტომობილს გამომდინარე მისი ფორმიდან, აეროდინამიკა სპორტულობას ვერ მოგცემს, მისი ფორმა, მისი კვადრატული ფორმა. ის უფრო არის ესეთი ყველგანმავლის ნიჭის მქონე SUV, რომელიც ბევრ soft roader ჯობია, მინდა გითხრათ. მოდი ახლა გადავრთავ მე. გადავიყვან ეკო რეჟიმზე, როცა დაინახოთ, ეკო რეჟიმში ოდნავ, რა თქმა უნდა, იმატებს რეკუპერაცია და რა ხდება ეკო რეჟიმზე.
ეკო რეჟიმზე უკვე ძალიან გვიან ერთვება წინა ამძრავი და მხოლოდ უკანათი მოძრაობს. აი ნახეთ. აი ხა ჩაერთო ოღონდ შიგაწვის ძრავის გარეშე. ნახეთ, აი დაჭირდა, მივაჭირე გაზს და მოუმატა და ჩართო უკანა წინა ღერძიც დაამატა. გახდა 4-4-ზე. და რეალურად აი რაც არ უნდა ახლა ბოლომდე ჩავაჭირე მე, აი მერე უკვე შემოვიდა შიგაწვის ძრავა, რომელსაც დაიწყო ელემენტის დამუხტვა. მხოლოდ და მხოლოდ მაშინ შემოვიდა ეკო რეჟიმში, როცა ბოლომდე ჩავაჭირე. ანუ იგრძნო მანქანამ, რომ ამ მომენტში მაქსიმალურ სიმძლავრე მჭირდება და რაც არ უნდა ეკო რეჟიმით მოძრაობდე, ამ დროს უკვე ყველაფერი ჩაერთო და აჩქარება საკმაოდ კარგია. აი ნახეთ, დაახლოებით 6.3 წამი უწერია 100 კილომეტრამდე აჩქარება. საკმაოდ კარგად დადის იგივე ეკო რეჟიმშიც და ძალიან ჭკვიანურად იქცევა, როგორც გითხარით, აი ეს სისტემა მისი მთლიანი. ეს არის ელექტრომობილი, ფაქტობრივად ელექტრომობილი. შიგაწვის ძრავა აკეთებს მხოლოდ range extender-ის, ანუ გენერატორის როლს ასრულებს ამ შემთხვევაში. მოდი გადავიყვანოთ სპორტის რეჟიმზე. აჩქარება უკეთესია, რა თქმა უნდა, და მაშინვე მყისიერად შიგაწვის ძრავა იწყებს დამუხტვას. და საწვავის ხარჯი არ გარბის, უნდა გითხრათ. ეგ არის ძალიან მაგარი. გაცილებით მძლავრი გახდა, აქ უკვე მობილიზდა მთელი მისი 423 ცხენის ზალა, სიმძლავრე გაქვს მაქსიმალური და მოხვევაც ხდება უფრო ზუსტი ამ დროს. გაცილებით ზუსტი ვიდრე იყო არასპორტულ რეჟიმში. კიდე ერთი ნიუანსი, რაც მინდოდა აუცილებლად მეთქვა. ეს არის პლაგინ ჰიბრიდი, დამუხტვა ჰიბრიდი, მაგრამ არ იფიქროთ, რომ დამუხტვა არ დაგჭირდებათ. უпростоრად შეიძლება არ დაგჭირდეთ, კი ბატონო, საწვავის ჩასხმის შემდეგ სულ რო ელემენტი დაჯდეს და გამოეცალოს ენერგია და ჩამოვიდეს რა ვიცი 5%-ზე, მაინც დამუხტავს ელემენტს, 5%-ზე ჯერტი არ ჩამოვა, მაგრამ მაინც დამუხტავს ელემენტს და არ გაჩერდებით და ივლით, სანამ მანქანაში საწვავი ასხია, მანქანა არ გაგიჩერდებათ. მაგრამ სასურველია და რეკომენდებულია, რომ აუცილებლად გქონდეთ დასამუხტი საშუალება. თუნდაც სახლში, თუნდაც ჩვეულებრივ როზეტში. იმიტომ რომ ჯობია რომ ყოველთვის იყოს ელემენტი დამუხტული. ამ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ ამ მანქანის მაქსიმალურ პოტენციალს, გამოიყენებთ, როგორც ელექტრომობილის. და საწვავის ხარჯი ექნება ძალიან მცირე. ცოტა ვიღაცა შეიძლება უცნაურად მოეჩვენოს, ის რომ რეალურად შიგაწვის ძრავა გენერატორის როლს ასრულებს, ანუ ელექტრომობილს რომ გენერატორი ჩაუდო საბარგულში და ესე იარო, რაღაც ეგეთი გამოდის, თეორიულად, ხო, იგივეა, რეალურად იგივეა. ოღონდ ამას აქვს შიგაწვის ძრავა, რომელიც მუხტავს, მაგრამ თუ ჩვენ გვინდა რომ აი ამხელა 2 ტონა ნახევრიანი ჯიპი ყველგანმავლის კარგი ნიჭის მქონე SUV, მოდი ესე ვიტყოდი, უფრო სწორი ესე იქნება, თუ ჩვენ გვინდა რომ ესეთი მანქანა არ წვავდეს 6.9 ლიტრზე მეც და წვავდეს გაცილებით ნაკლებსაც, თუ ჩვენ მოვინდომებთ, მაშინ ეს რეალობა უნდა მივიღოთ და არაფერი ამაში უცნაური არ არის, ის რომ გენერატორის როლს ასრულებს რეალურად შიგაწვის ძრავა. და ბოლოს, სანამ დასკვნაზე გადავალთ, კიდევ რა მინდოდა მეთქვა. ზოგადად კომენტარებში ხშირად ხდება ხოლმე ესეთი შეფასება, რომ აი კიდე ერთი ჩინური სათამაშო, რაღაცა ჩინური, უხარისხო იქნება, გაფუჭდება, დაიშლება და ასე შემდეგ. მე მგონია, რომ ის ადამიანები, რომლებიც ასეთ კომენტარებს წერენ, მგონია, რომ ტემუდან გამოწერილ ნივთებს ადარებენ ხოლმე ავტომობილებს და ანუ რამ გაგაოცა და ასეთი კომენტარები არის ხოლმე. მოდი აი ესეთ შედარებას გავაკეთებ. მე 18 წელი ავტოჟურნალისტიკაში ვარ და ძალიან ბევრი ჰიპერმანქანას გამიტესტავს და ძალიან დიდი გამოცდილება მაქვს ამ სფეროში. როცა მე ვამბობ, რომ ვარ გაოცებული ან გაკვირვებული, ეს ყველაფერი გამომდინარეობს მისი ფასიდან. ძალიან მარტივად რო ავხსნა. ეს მანქანა ღირს $35,000, ხო? ნებისმიერი ეს ოფროუდერი რო წარმოვიდგინოთ, ხარისხიანი, ცნობილი, პოპულარული Jeep Wrangler-ი მაგალითად, ხო? ან რა ვიცი, ყველა დაასახელებს Mercedes G-Class, ხო? Mercedes G-Class ფასი იწყება 120,000-დან. მე რომ Mercedes G-Class ტესტავდი ახლა და Mercedes G-Class-ზე გელაპარაკებოდეთ, G-რა ინგლისურად არ ნოთ გერმანულად G-Class, Gelände Wagens. G-Wagons, რა ვიცი, როგორც გინდა ეს დაუძახეთ ოფროუდის ლეგენდას. მაგას რო ტესტავდე, გაოცებული ვარ, გაკვირვებული ვარ, აი ეს რაღაცას ვერ წამომაცდევინებთ, იმიტომ რომ რამ უნდა გაგაოცოს G-Class-ში, ხო, Mercedes G-Class-ში, ნახევარი საუკუნეა ეგ მანქანა
ყველა უკვე გააოცა, ყველაფერი უკვე დაამტკიცა და მაქსიმუმ ახალი რაღაც ერთ ფანტასტიკა დაამატონ, ახალი, რომელმაც მაგალითად 360 გრადუსიანი ტრიალი, ხო, ადგილს და ამ მანქანასაც აქვს. ჩაუდეს ამ მანქანასაც. ეხლა გასაგებია რომ ის სხვა თემაა და ეს სხვა თემაა, მაგრამ აქვს ამასაც. და რისი თქმა მინდა, ანუ ეს შედარება, როდესაც მე ვამბობ რომ ვარ გაოცებული და ამ მანქანით ეს არის კიდე ერთი ჩინური მანქანა, რომლითაც გაოცებული ვარ. გაოცებული ვარ მისი ფასიდან გამომდინარე. $35000 ღირს ეს და G-კლასი ღირს მინიმუმ 100000 евро მინიმუმ. მოკლედ იმის თქმა მინდა რომ რთული დასაჯერებელია როგორ ქმნიან ასეთ ფასში ჩინელები ასეთ მანქანებს. აი ეგ არის რთული დასაჯერებელი. გაუფუჭდება რაღაცაო იტყვიან. არ ვიცი, ალბათ რა თქმა უნდა რაღაცა გამოვა მწყობრიდან და რაღაცა გაფუჭდება. მაგრამ ვის არ უფუჭდება ხო, მოდი პირდაპირ ვთქვათ. და პლუს ამას აქვს 5 წლიანი გარანტია და აქვს 5 წლიანი ან 150000 კილომეტრზე გარბენზე აქვს გარანტია. ესეც ხო გარკვეულწილად არგუმენტია. მოკლედ ამ ფასში ძალიან ძნელია რომ იპოვო აი ასეთი შესაძლებლობის მქონე ცნობილი ბრენდის ავტომობილი. ძალიან ძნელია. კარგით, მოდი შევაჯამოთ ამ მართლა ძალიან საინტერესო ავტომობილის დღევანდელი ტესტ-დრაივი. მე არ გეუბნებით და ვერც გეტყვით რომ ახლავე გაიქეცით ეს არ ავტოს ცენტრში და იყიდეთ ეს ავტომობილი. მე გეუბნებით რომ დაფიქრება ნამდვილად ღირს. გააჩნია რა მოთხოვნები გაქვთ და ვინ რას ანიჭებთ მნიშვნელობას. ვიღაცა იტყვის შვენიერი ტიპიაო. ვიღაცა შეიძლება არ მოეწონოს. ვიღაცას რომ კითხავენ რა მანქანა ყავსო, მე რომ უპასუხებს დიპალ G318-ო, ისიც უნდა აუხსნას რომ ჩინურია, მაგრამ კარგი ჩინურია. მოკლედ, მე მხოლოდ ერთი რამე მინდა გირჩიოთ. დაფიქრებად ნამდვილად ღირს. ამ ავტომობილს დიპალის ნაცვლად რომელიმე ცნობილი და ისტორიული ავტობრენდის სახელი რომ ერქვას, ორჯერ მეტი ეღირებოდა. ეგ მინიმუმ. ეს კი $35000 ღირს და 5 წლიანი გარანტია აქვს, ან 150000 კილომეტრი. დროებით.